მოგესალმებით, ეხლა მინდა გითხრათ ძალიან მარტივი რჩევა, რომელიც დაგიცავთ აი ბევრი ფინანსური ხარჯისგან და როგორ შეარჩიოს სწორი სპეციალისტი ამ მიმართულებით, რასაც ეხლა გეტყვით. მარტივად უყურეთ აი გვერდიდან რომ დადგეთ და აი შუაზე რომ გაყოთ სხეული, აი ეს გვერდიდან. ჩივლების ის ნაწილი, რომელიც აი უკანა მხარეს ყალიბდება, ეს არის თავის ტკივილი, კეფის ტკივილი, ბეჭების ტკივილი, უკან წელია, დუნდულა კუთხედად ფეხებია, თუ აი ზოგადად ჩივლები დაბუჟება, ჩხოლის ტკივილია, ქავილი არ ვიცი. ძირითადად ჩივლები რაც არის უკანა მხარეს, ყოველთვის ძირითადად გამოწვეულია, ამით 90% ალბათ ისეთი მიზეზისგან, როგორც არის კუნთიდან წამოსული, ფასციიდან წამოსული, მყესიდან წამოსული, ტრიგერიდან წამოსული მიზეზიდან გამოწვეული ტკივილები. ჩივლები. ამიტომ ეს რა ჩამოთვალე, ხო, არანაირად არ ჩანს არც ანალიზებში, არც ტომოგრაფიაზე, არც რენტგენზე, არც ართროსკოპიაზე. და ხშირია ხოლმე შემთხვევა, პაციენტი დადის ესე ანალიზები, ეს ჩავიტარე და ყველანი მეუბნებია, რომ ჯამთელი ხარ. არა, მაწუხებს მეუბნებია და მე დასკვნას დადებია, რომ აი თუ თქვენ ნერვოზი გჭირთ. რა შუაში ნერვოზი. ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე, ამის დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეხებით, როცა სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი მასაჟის მისცეს, სხვას არ ესმისეს. იმიტომ ჩვენ მუშაობთ კუნძზე, ჩვენ ვეხებით ხელით, ამიტომ ჩვენ ვიცით ეს კუნთია, დაჭიმული, სუსტია, იქ ტრიგერია, იქ ფასცია, ყესის მიზეზი, ანუ ხელმა, როცა ვეხებით, ჩვენ ვიტყვით ხოლმე, რომ აი ორგანიზმი გელაპარაკება. და ეს იცის მარტო სპეციალისტმა, ვინც ხელზე შეხებით მუშაობს, ანუ მასაჟისტი, რეაბილიტოლოგი. ამას ვერც ნევროპათოლოგი დაგისვას და ვერავე. ჩვენი სფეროა ეს, ხვდებით? ამიტომ ყველა დარგს თავისი ფიშკა აქვს, როგორც იტყვია, ჟარგონით რო თქვა და წარმატება, იმიტომ არსებობს ეს დარგები, ხო? ჩვენ სხვა დარგს არ ვეხებთ, ჩვენი საქმე არ არის, მე ქირურგიას არ ვეხებ, ჩემი საქმე არ არის, კარდიოლოგიას არ ვეხები, ტრავმატოლოგიის არ არის ჩემი საქმე, რაც ჩემი საქმე არ არის, არ ვეხებ. რაც ჩამოთვალე, ეს ამის მიზეზები უნდა გაარკვიოს რეაბილიტოლოგმა. ამიტომ პირველ რიგში რაღაცა მსგავსი რაც აღნიშნე, ხო, აი ნახევარი უკანა მხარეს ზევით რაც აღნიშნე, ჩივლები იგრძენით, პირველ რიგში მიდით რეაბილიტოლოგთან, დაანებეჭერ კომპიუტერი, რენტგენი, ანალიზები, მიდი რეაბილიტოლოგთან. იმიტომ რომ ისევ ხშირად მიგზავნიან დასკვნას, მეუბნები, მოდი ჩემთან. აი ეს დასკვნები რაც გავამიგზავნე, ჩემთვის არის დაახლოებით 40% დასკვნა. იგივე ტომოგრაფია, რომელიც გავამიგზავნეს და თიაქარი ჩანს და მეუბნებიან, მეშველება, მეუბნები, შენმა ტომოგრაფია, რომელიც 500 ლარი გადააგდე და მეტი 40% დასკვნა მოგცა. ამიტომ ჯერ მოდი ხელით გაგსინჯო. ყოველთვის ესე მირჩენია და მე თუ რამე დამაიჭრა გაგუშვა ტომოგრაფიაზე, ვიდრე გადაიღო და ჰაიში გაისროლო რა, შინ შემთხვევაში. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს რჩევა, ნამდვილად მოგებული დარჩებით, მადლობა ყურადღებისთვის.